კი ბატონო, იმიტომ რომ მე როგორც თქვი, როდესაც ადამიანის ფასეულობა შესული ექნება, როდესაც ადამიანები სხვა რაღაცეებით დაიწყებენ არსებობას, სხვა ფასეულობებით და ეთქობა ეს ფასეულობები, იმათი ფასეულობები, ანუ შავსო დავძახებენ თეთრს და პირიქით რა. იმ დროს, როცა ეს ყველაფერი მოხდება, როგორც ჩანს, მიიყვანს ამ საზოგადოებას კრიზისამდე. და აი ამ კრიზისიდან გამომყვანი ხსნელი იქნება ის ქრისტეს მსგავსი ადამიანი, მსგავსი ანტიმსგავსი არის. ამას ნიშნავს, ანუ მას მსგავსებული ადამიანი, რომელიც აი ამ პრობლემებს, აი ამ კრიზისს მოუგვარებს. როგორც რელიგიურ დონეზე, ასევე ყოფით დონეზე. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ ხსნელად მას. ეხლა ძალიან ძნელი არის, რომ ამისი დეტალიზება მოხდეს და რეკონსტრუირება აი ამ მოვლენებისა დღეს, ამის წარმოდგენა. ძალიან ძნელია, მაგრამ აი პირობითი მომენტი, აი ესეთი შეიძლება ვთქვათ, რომ ის იქნება მხსნელი იმ საზოგადოებისა, ჭალებში მხსნელი ცხადია, რომელიც აი ამგვარი ფასეულობებით იცხოვრებს და რომელიც აუცილებლად მიიყვანს კრიზისამდე. აი ამ კრიზისის დამძლეველი ჭალებში ასევე იქნება ის ზეკაცი, მსგავსი ქრისტესი, რომელიც ყველა ამ პრობლემას თავის თავზე აიღებს და მოაგვარებს. ამიტომაც ალბათ ისინი მიიღებენ, ალბათ, რა თქმა უნდა. აი შეიძლება ეგეთ ვარიანტი ვთქვათ, ანტიქრისტემ ისევ ქრისტიანული ფასეულობებით მოახდინოს ხალხის რაღაცა მოვიდეს და აი ხო ხდება აი ეს ფასეულობების დევალვაცია ხალხში და ისევ შესთავაზოს ეს ვარიანტი, აი ესეთი ფანდის ვარიანტი გააკეთოს რაღაცა. ხა თავად ხა ის კიდევ ამისი წარმოდგენა ზედმიწევნით ამისი თქვათ პროექცია შეუძლებელია, მაგრამ ის რომ რაც თქვათ ჩვენ ვიცით მეტნაკლებად რომ ის რომ იგივე სასწაულებს თქვა და იმაზე დიდ სასწაულებს მოახდენს, ტრებს გააცოცხლებს თქვათ. ანუ როგორი რაღაცაა დღესაც აი მე ადრეს თქვენს მithქვამს და როგორი ტენდენცია შეიმჩნევა. მაგალითად, უამრავი არა მართლმადიდებლური ეკლესიის სამისიონერო მოღვაწეობაში როგორი რაღაცა შეიმჩნევა მაგალითად. მათ საექსპორტო, სამისიონეროდ ის ნამდვილი ჭეშმარიტ საფრთხე არ გააჩნიათ ხადი. ანუ რითაც უნდა კვებონ ხალხი. სამაგიეროდ მათ სხვა რაღაცა გააჩნიათ საექსპორტოდ. მაგალითად, რა, ქველმოქმედება, სკოლების აშენება, ბაღების აშენება, თქვათ, საავტობუს აშენება. ესმით, ანუ მათ რაც გააჩნიათ, რითაც იზიდავენ ხალხს, თქვათ, აი ეს გააჩნიათ და ნამდვილი პური არსობისა არ გააჩნიათ. მაგრამ რამდენი მიყვება ამ ადამიანებს? ანუ კიდევ ვიმეორებ, ის ვიღაცა, ვინც იქნება, ის ხა იმან რო იქადაგოს არ იმრუშოთო არა? გამორიცხული ეგეთი რაღაცა. შეიძლება იქადაგოს იმრუშით, მაგრამ უსაფრთხოდ. და დღეს უკვე არის ეს გადაგება. ხო? არის ეს ამგვარი გადაგება. მთელი სოფლიოს ვარსკვლავები იქნებიან თუ ესე თქვა საზოგადო ცნობადი სახეები გვიხადაგებენ შიცთან ბრძოლის ხერხებზე წესებს რა, რომ იმრუშეთ, ოღონდ უსაფრთხოდ. ხო? ანუ ის იქნება ზნეობრივი ჭალებში იმ საზოგადოებაზე, რაც დახვდება მას, რა თქმა უნდა. და მას საექსპორტოდ ექნება უდაოდ ის ყველა ფსევდო-ჰუმანური აქცია, რაც უკვე დღეს გააჩნიათ ამგვარ მიმდევრებს, ესე ვთქვათ, ჭალებში. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის ნამდვილი ჰუმანური პრობლემები და ნამდვილი ჰუმანიზმი არის, რომ ადამიანს მისცე პური არსობის, არა პური არსობის ამქვეყნიური, არამედ მარადეული. პირველი ეს არის. და მე სხვა, განაცუდიო სამყოფო აშენის, განაცუდია რომ თქვა სკოლა აშენს, ამაზე არავინ არ დაობს, ცუდი არა ეს, მაგრამ თავარს არ აძლევენ და რაც აქვს სავაჭრო, იმას კი ბატონო გაძლევენ. ამიტომ ისიც იქნება აი ამ ყველაფრის უკვე რა თქმა უნდა ხარისხობრივად გაადიდებული და გაზრდილი ფორმებში რა თქმა უნდა და ხალხი ამას მიიღებს ძალიან კარგად. ანუ არავინ იძულებით, აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ არავინ იძულებით არ მიიღებს რა, რაღაც აი არ შემიძლია შვილები მშიერი მყავს და ამიტომ თორე ისე არა,
ყველა ვინც მიიღებს, იქნება ნებაყოფლობითი სიხარულით მიღებული ეს აქტი. ესე იგი, პირველი ქრისტიანები ძალიან დიდი ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იყვნენ, ინფორმაცია. და ესე იგი, სწავლება როგორია, რომ ბოლო ჟამში ეს ფიზიკური ზეწოლა აღარ იქნება. ეს უკვე იქნება უბრალოდ არჩევანზე დამოკიდებული. მაშინ არჩევანზე იყო. ხო, მაგრამ ხშირად ფიზიკურად ვერ ითვენდნენ. კი ბატონო, კი გეთახმები. და ეცემოდნენ ამისგან. ეშმაკმა ისწავლა ჭკუა. ეშმაკი ძალიან გონიერი, ძალიან დიდი ფსიქოლოგია არის და ადამიანს სწავლობს დაბადებიდანვე. ამიტომ ეშმაკმა პირები ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანებს, ფიზიკური ბრძოლა პირველ საუკუნეებში. მაგრამ რომ მიხვდა, რომ 10 მოკლავდნენ და 100 ჩდებოდა ქრისტიანი, 100 მოკლავდნენ და 1000 ჩდებოდა და უფრო მეტი გეომეტრიული პროგრესი მისდებოდა ქრისტიანები, უკვე სხვა ტაქტიკაზე გადავიდა ბოროტი და უკვე ეკლესიის შიგნით დაიწყო მოქმედება, რაც გამოიხატა უამრავი განხეთქილებით, წვალებლობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი 8 საუკუნე შეიძლება ითქვას, ეს არის ეკლესიის, ქრისტიანული ეკლესიის დუღილის პერიოდი, რყევების პერიოდი შეიძლება ითქვას, ამიტომ აი ეს დაპირისპირება აი ამ ეკლესიის შიგნით გადაიზარდა. არ არსებობდა პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში, რომ ეკლესიას არ ქონოდა პრობლემა. მაგრამ ეს პრობლემა ტრანსფორმირებული იყო. თავიდან იყო სისხლის ზღვა აშკარა, მერე ტრანსფორმირდა და შიგნით შიდა დაპირისპირებაში გადაიზარდა და შემდეგ კიდე სხვა და სხვა. და ამ პერიოდში კიდე გეუბნებით რა, არავინ იძულებით და ხანჯლის ყისერზე მოდებით არ გაქნევინებს უარს ქრისტეზე. ამაზე არც იქნება საუბარო, შეიძლება უარყო ქრისტე. ლაპარაკი იქნება რომ შენ, აი ეს შენი ვინ იქნება თქვა, დავარქვათ ლიდერი, მეფე თუ პრეზიდენტი იქნება, ის აღიარო. ისმით? თორე და აქაც რა თქმა უნდა თავისუფალ ნებელობას არავინ არ აუქმებს. მაგრამ არ აუქმებს ერთი არის. მაგრამ ჩვენ ხშირად ვისაუბრია ქადაგებებზე, რომ აი ეს ტელევიზორის ფენომენი, ტოტალური მოუცლელობა განმარტოებისა, დიდი ალბათობა ეს ყველაფერი იმისა, რომ ჩვენი არჩევანი გადავაბაროთ სხვას. ანუ ეს როგორ მოხდება? უყურეთ, არჩევანი როგორ კეთდება, როგორც ეს. კეთდება როგორ? რომ მე ვფიქრობ, გავიაზრებ, ვანალიზებ სიტუაციას და მე ვირჩევ რაღაცას. ეს არის ნორმალური პროცესი, ადამიანის შინაგანი, ესე ვთქვათ, ნააზრები შედეგად არჩევანი. ხო ესე არის არა? ეხლა როგორ რაღაცა არის? თუ კი ჩვენ განმარტოვების, დაფიქრების, ანალიზის დრო აღარ აქვს, ფაქტია. და რა ხდება? გვაქვს რა სამაგიოდ? გვაქვს ჭარბი ინფორმაცია, ბევრი ინფორმაცია, რომლის გაანალიზების, გადახარშვის და მერე უკვე სათანადო დაასკვნების გამოტანის დრო არ მაქვს. ბევრი ინფორმაცია მაქვს ტელევიზორში. უყურებ, თან არ ვთავ, ისე უყურებ, ყოველთვის უყურებ რა. დაფიქრების დრო არ მაქვს. ესე იგი, არჩევანის დროც აღარ მაქვს უკვე. და როგორი რაღაცა არის? უკვე რასაც ტელევიზორში მეუბნებიან, რომ ეს ცუდია, ეს კარგია, მეც უკვე მექანიკურად ვიმეორებ, აბარა ეს ცუდი არის. აბარა ეს კარგია. ახლა კარგი არის. ნახევრად ცუდი ეს აზღარი. იმიტომ რომ დრო აღარ მრჩება უკვე ამისთვის, რომ მე დავფიქრდე და ვიფიქრო, ეს რას ნიშნავს, იცი ეს რომ მითხრა ეს რაღაცა ინფორმაცია არა. ანუ რა ხდება, როგორ ეს არ შემცირდება, მით უფრო რას ტექნოლოგია ვითარდება, მით უფრო აქტუალური გახდება, იმიტომ რომ მით უფრო ინფორმირებულები გავხდებით, მაგრამ ამ პერიოდში ჩვენი აზროვნების გამოყენების საშუალება და პოტენციალი მინიმუმამდე დაიყვანება და შესაბამისად ჩვენს არჩევანს განაპირობებს არა ჩვენი შინაგანი აზროვნება და ანალიზი, არამედ ვიღაცის რეკომენდაცია. რეკლამა სხვა რა არის, დაუკვირდით? რომ იქ გიქება რომ გადასარევი მანქანა არის, გადასარევი შოკოლადი არის. რას ნიშნავს? მე რა ვიცი ესეთი არის, ხო? მე გავსინჯე ეს შოკოლადი, შევადარე სხვა მაცივარს გავსინჯე და ხო არ ვიცი. მაგრამ მიქება რომ თურმე ეს შოკოლადი ან ეს მაცივარი არის
უპრეცედენტოდ მაგარი შემთხვევა. მე ხო არ ვიცი. ანუ მე თუ დამჭირდა მაცივარი, ის მისი ნაფიქრალი, მისი გაანალიზებული პროდუქტი მე პირდაპირ მივდივარ და ვიყიდო მაღაზიაში. ანუ ეგ იგივე არის. ანუ მე უკვე თურმე ასეთი ქმედებით უკვე არათუ აზროვნებას მართმევენ ანალიზის უნარს, არამედ არჩევანის თავისუფლებასაც გვართმევენ უკვე რა. სამწუხაროდ. და ეს ერთი მაგალითი არის პატარა, თორემ მთელი ეს საინფორმაციო გამოშვებები, მთელი ეს ამ პრინციპზეა აგებული, რომ ჩვენ თვითონ კი არ დავფიქრდეთ, რომ რა არის და შევაფასოთ და მერე ავირჩიოთ, არამედ ჩვენს მაგილოდაც აფასებენ, ანალიზებენ, ანალიტიკურ გადაცემები რომ არის. ჩვენს მაგილოდ ფიქრობენ და მერე ჩვენს მაგილოდაც ირჩევენ. ეს არის სამწუხარო ტენდენცია. ამას ვერ გაექცევა. ჩვენი თითით ვრთავთ ამ ყუთს და ჩვენ თვითონ უყურებთ მას. ასე რომ, ერთადერთი საშუალება არის, რომ რაღაცნაირად რომ ჩვენ თვითონვე დავიტოვოთ პატარა დრო საკუთარ თავთან დარჩენისა. პრობლემა ისეც რომ ჩვენც არ გვინდა რომ დავჭირთ მარტო, გესმით? ჩვენ ხომ მუდამ გაურბივართ საკუთარ თავს. სულ ამ ცდელობაში ვართ, სულ. ბევრჯერ მithქვამს, რომ ჩვენ სახლში შევდივართ და მექანიკურად ვრთავთ ტელევიზორს. რომ იხმაუროს, არც უყურებ, რომ იხმაუროს, რაღაცა სახლში ათქოს რა. ეს რა არის, ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ თავთან დავჭეთ მარტო და რაღაცაზე დავფიქრდეთ რა. და თუ არ გვინდა, კი ბატონო, აგერ სხვა გააკეთებს ჩვენს მაგივრად არჩევანს და იქნება და ეგ.